მაგრამ თუ შენ ამას გამოასწორებ, შენი ცხიმის წვა ორჯერ უფრო სწრაფად მოხდება. ყველა ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტს ძირბენენ და მეტი ოფლი გამოუვათ, უფრო მეტს დაიკლებენ. მაგრამ სინამდვილეში ზედმეტი და არასწორად გაკეთებული კარდიო ანელებს მეტაბოლიზმს, გტოვებს ენერგიის გარეშე და ხშირად აჩერებს შენს პროგრესს. აი რა უნდა გააკეთო ამის მაგივრად. შეცვალე ხანგრძლივი, დამღლელი სირბილი, მოკლე ინტენსიური ვარჯიშით. მაგალითად დაიწყე 20-30 წუთიანი სწრაფი სიარული ან მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში. ეს არის ვარჯიშის სტრატეგია, სადაც ინტენსიური ვარჯიშის მოკლე პერიოდებისას ამატებ დასვენების პერიოდებს ან დაბალი ინტენსივობის ვარჯიშებს. ასევე ეცადე რომ დღეში გაიარო 5-დან 10,000 ნაბიჯამდე. მეორე, დაამატე შენს რუტინას ძალისმიერი ვარჯიშები. ეს არის შენი მეტაბოლიზმის მთავარი დამაჩქარებელი, რადგან ამ დროს ცხიმს წვავ მაშინაც კი როცა ისვენებ. თუ 30 წელს გადაცილებული ხარ და გინდა რომ წონაში კლება სწორად და ჯანსაღად მოახდინო, შენთვის ძალიან მაგარი ინფორმაცია მაქვს. დამიწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება და აგიხსნი ზუსტად რა უნდა შეცვალო შენს ყოველდღიურობაში, იმისათვის რომ ცხიმის წვა ორჯერ დააჩქარო. 30 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობა ისევ არასწორ კარდიოს აკეთებს.